გადაგვმართეს ქართველებს, ხო? ადრეც მაქვს ერთი ვიდეო მაგაზე გადაღებული და ეხაც ვიტყვი რა. ჩვენ გგონია რა, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სამწუხაროდ ბიჩეცრომაშია შესული და წარმოუდგენია, რომ ერთი იმპერია არის უკეთილშობილესი და ესე იგი უსათნოესი და მეორე არის ყველაზე უფრო საშინელი და მკვლელი და დამანგრეველი. სინამდვილეში არ არსებობს ბოროტი და კეთილი იმპერიები. ყველა იმპერია თავის იმპერიულ ზრახვებს გადააყოლებს დანარჩენ სამყაროს. ზუსტად ერთნაირი იმპერიები არიან, რომ ჩემი გადმოსახედიდან, როგორც მე ვხედავ, რუსეთის იმპერიაც და შტატების იმპერიაც და ზოგადად ყველა იმპერია. ჩვენ რაღაც ისეთი საშინელება დაგვმართეს, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვაუწყდეს რა. აი ჩვენ ვლაპარაკობთ ნატო, ევროკავშირი და საქართველოს დაიკარგა, საქართველოს ადგილი აღარ არის. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სანამ რუსეთი ამ ძალით წარმოდგენილი სახელმწიფოა, როგორც დღეს არის, ჩვენ ვერასდროს ვერ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა. შანსი არ გვაქვს ამის, იმიტომ რომ პირდაპირ იძახის რუსეთი, რომ ეს არის წითელი ხაზი ჩემთვის. იგივე იძახდა უკრაინაზე და რაც დამართა ამებს ყველა ვხედავთ და ამ ქვეყანას. იგივეს დავმართებს ჩვენს თან სულ ტყუილად. უბრალოდ აი ამ რაღაც სატყუარას დევნას უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყანა და ყველაფერი. ამიტომ რაც მალე გაუსწორებთ ყველა სრულიად საქართველოს სიმართლეს თვალს, ხო, რაც ყველანი მივხვდებით იმას, რომ ვერ გავხდებით ამ ნატოს წევრი და არ გვიშვებს ეს რუსეთი ამ გზაზე, ხო? მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მით უფრო დროულად დავიწყებთ მე ისეთი სახელმწიფოს შექმნას და აშენებას, რომელიც არის რეალური და რომელიც ჩვენ ხელშია და არა ვიღაცა ნატოს დევნა და ევროკავშირის და ვიღაცების დევნა. აი ამ ნატოს და ევროკავშირის დევნაში დაგვაკარგინეს ქვეყანა და სახელმწიფოებრივად აღარ აზროვნებს ქართველი. ქართველისთვის ეხლა უპირატესი არის რაღაცა იქ ევროპა და ევროპული კავშირი რას იტყვის, წარმოიდგინეთ, თქვენ სადამდე მიგვიყვანეს და გვახვეწმინებენ იმას, რომ იმის მუდარაში ვართ, რომ აი როგორმე იქნებ თქვენი ვასალობა გაგვიფორმოთ და აი რასაც თქვენ იტყვით, ისე იყოს ყველაფერი. ჩვენთან ხო მეტი რამე აქვს საქართველოს იდეაზე ხო არ მიდის აქ დიალოგი და საუბარი და საქციელებზე ზედმეტია ლაპარაკი. ყველაფერი ესე იგი იწყება და მთავრდება საქართველოს და საქართველოსთვის ამ ადამიანებისთვის არის, აი რო იწყებენ ლაპარაკს ესე იგი ნატოთი ამთავრებენ ევროკავშირით და საქართველოს შეიძლება ორჯერ ახსენონ იქ სადღაც ალაგ-ალაგ. აი ეს დაგვმართეს და უნდა მალე მივხვდეთ ყველა და გამოვხიზლდეთ რა, რომ დროზე დავიწყოთ სახელმწიფოს მშენებლობა, ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც ავაშენებთ და რომელიც შეგვიძლია ავაშენოთ და დროზე მოვეშვათ აი ამ რაღაც ფანტაზიებში და ილუზიებში ცხოვრებას რა. დროზე დავიწყოთ ფიქრი იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაშიც ვართ ჩვენ. წარმოუდგენელია. შეხედეთ, გახსენით რუქა და დახედეთ. ადრეც მაქვს ნათქვამი. როგორც მექსიკას აქვს შანსი ოდესმე რომ გახდეს რამე რუსეთთან რამე სამხედრო კავშირში შევიდეს და როგორც იმის შანსი არის რომ რუსეთის რაკეტები განთავსდეს მექსიკაში, მანამ სანამ ამერიკა ამ ძალით არის წარმოდგენილი, ზუსტად იგივე შანსი არის საქართველოს ნატოში წევრობისა და იმისა, რომ აქ რაღაცა ბაზები იქნება და ჩვენ რამე ნატოს წევრი ქვეყანა გავხდებით. ერთ-ერთი შანსები გვაქვს აი მექსიკას და ჩვენ ამ კუთხით და ამ ამბავში. რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც მალე გაუსწორებთ რეალობას ქართველები თვალს და რაც მალე გამოვალთ რეალური მოცემულობიდან და აი რეალურ ნაბიჯებს გადავდგავთ რეალური ძლიერი საქართველოს მშენებლობისკენ, მით მალე ავაშენებთ სახელმწიფოს და ქვეყანას.
უნდა მოვეშვათ აი ამ ილუზიებში კიდევ ერთხელ ვიტყვი ყოფნას და რაღაცა აი გაურკვეველ იმედზე ყოფნას რომ რაღაც გაურკვეველ კავშირში ოდესღაც შეიძლება გავწევრიანდეთ და აი მაშინ იქნება საქართველოს გადარჩენა. არა, საქართველოს გადარჩენა იქნება მაშინ, როცა სრულად გავერთიანდებით. სანამ ჩვენ ერთიანები არ ვიქნებით და სანამ ჩვენ რეალურად არ დავიწყებთ საუბარს, რეალური საქართველოს მშენებლობას სანამ არ დავიწყებთ, მანამდე არ გვეშველება არაფერი.